როგორ გავინთავისუფლოთ ამ აზრების ტყვეობისგან საკუთარი თავი? ნაძვი მგონია მე სიკეთის მომტანი. იყოს 25 დეკემბერი შობა. თუ შენთვის ქრისტეს შობა არ არის ამ მიზანდასახულობის, მაშინ აი რას აღნიშნავენ ეს ადამიანები 31 დეკემბერს? ღმერთმა დამიდასტურა, კი ბატონო, კარგი პროექტია. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ვისაუბროთ საახალწლო ერთგვარ ტრადიციებზე და რასაკვირველია შობაზე. მამაკა ხაბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ზვირფას მაყურებელს. 31 დეკემბერია და სადაც არის ახალი წელი შემოაბიჯებს და რა თქმა უნდა არ იქნებოდა ჩვენგან გამართლებული რომ ამ ყველაფერზე არ გვესაუბრა. შობაზე გვისაუბრია ჩვენ რამდენიმე გადაცემაში, თუმცა მოდით ახლა ის ცოტა სხვანაირად მინდა დავიწყოთ ჩვენი ეთერი. სანამ შობამდე მივალთ, აი ახალი წელი 31 დეკემბერს ხამე ვზეიმობთ ყველანი ახალ წელს. და ვrთავთ ნაძვის ხეს, გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა ტრადიციები, მეკლე, სველოდებით და აი გვჯერა ხოლმე რაღაცა კარგი ბედის. და აი ეს რამდენად არის ქრისტიანული და ხო არ გავს ცოტათი ეს რაღაცნაირად წარმართულ გადმონაშთს ჩვენ ცხოვრებაში. ნამდვილად საკითხავია ეს რომ გავს თუ არა რაღაცა წარმართულს და არის თუ არა საერთოდ წარმართული ეს ყველაფერი და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ამას, იმიტომ რომ იგივე ნაძვის ხესთან მიმართებაში ადამიანი ამას როგორ უყურებს, იმას გააჩნია. თუ თვითონ ამას როგორ წარმართულ რიტუალს ისე უყურებს, მაშინ დანაშაულია და თუ უბრალოდ სადღესასწაულო განწყობისთვის აქვს, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება რომ ეს ყველაფერი აღინიშნებოდეს იმ სიხარულით, რა სიხარულსაც ქრისტეს შობისთვის სამზადის იქვია. ეხლა მე უფრო დავკონკრეტდები, ეს რაღაცა ზოგადი ფრაზები ვთქვი, მაგრამ კიდე უფრო მეტად უნდა დავკონკრეტდეთ. რა არის ზოგადად ახალი წელი? თუ ჩვენ ამას შევხედავთ რაღაცა ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ყოველი დღე ახალი წელია, იმიტომ რომ თქვა შარშანდელი 31 დეკემბერი და 1 იანვარი და 2 იანვარი აღარ გამეორდება ეს ახალი და ახალი დგება ყოველთვის და დროის მდინარება ჩვენ ვერ შევაჩერებთ, ეს მიმდინარეობს და შესაბამისად ამ კუთხით ეს თუ ესე შევხედავთ. თუ ეს არის, ესე იგი, რაღაცა კონკრეტული თარიღი აღნიშვნისთვის, ეს გახლავთ წმინდა საერო მსახურება, ამ შემთხვევაში რაღაცნაირად გადაანგარიშება ძველი წლისა, იმიტომ რომ ანგარიში ივალდებულია თქვა სახელმწიფო თავის საზოგადოებასთან, იქ სახელმწიფო თავის სამსახურები თავის, ესე იგი, მთავრობასთან, თავიანთ უფროსებთან, ყველა რაღაცა იქ ბუღალტრული აღრიცხვა იქნება თუ თქვათ საქმის წარმოება, რა შექმნეს და რა ვერ შექმნეს და რა უნდა გაეკეთებინათ და რა გეგმები უნდა დასახონ მომავალში, ეს შეიძლება იგულისხმებოდეს ამ საერო ერად. თუმცა კი ჩვენ ვნახულობთ, რომ საახალწლო ქადაგებები არსებობს და მათ შორის ისეთი დიდი წმინდანისა, როგორიც არის იოანე ოქროპირი. ასეთივე საახალწლო ქადაგება გააჩნია მაგალითად ჩვენს ძალიან საყვარელ ეპისკოპოს გაბრიელ ეპისკოპოს, რომელიც ესე იგი საახალწლო ქადაგებით გამოდის და მიმართავს საზოგადოებას და ძალიან საინტერესო რამეს ამბობს, სანამ ამ ტრადიციებზე ვიტყოდეთ გავიხსენოთ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგება, რომ თუკიო ჩვეულებრივ ერში ასე ხდებაო, რომ მაგალითად აი ფინანსური აღრიცხვა ვისაც ავალიაო, მანო წლის ანგარიში უნდა წარადგინოსო, ჩვენო ქრისტიანებმაო სულიერი ანგარიში უნდა წარვადგინოთო ღვთის წინაშეო. საკუთარ თავის წინაშე პირველ რიგში რომ ამ წელიწადს რა შევძელი და რა ვერ შევძელი. აი სულიერი თვალსაზრისით რაღაცა შევმატე თუ არა საკუთარ თავს, რაღაცნაირად გავიზარდე თუ არა იმაზე მეტად ვიდრე შარშან ამ დროს ვიყავი და ამ შესაბამისობიდან შეიძლება გამოვიყვანოთო ძალიან კარგი
მაგალითი, სულიერი მაგალითი თითოეული ჩვენგან ისთვის, რომ თუ კი ერში ასე აღნიშნავენ, რომ ძველი ანგარიშები უნდა ჩააბარონ და ახალი გეგმებით უნდა შეუდგნენო, ჩვენ ეს სულიერი თვალსაზრისით იქნებ გაგვეკეთებინაო, რომ რაღაცნაირად ჩავაბაროთ ანგარიში საკუთარ თავს რა შევძელით და რა ვერა და რის გაკეთებას დავაპირებთ თქვათ მომავალ წელს და ეს ძალიან საინტერესო ქადაგებაა გაბრიელ ეპისკოპოსისა მინდა გითხრათ. ასევე იოანე ოქროპირის საახალწლო ქადაგება. ეხლა უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ამ ტრადიციებს, რომელიც ასე გამოიყურება ერთგვარად, რომ იქ თქვათ ნაძვის ხეს დადგავენ ოჯახში, იქ რაღაც მორთავენ აი ამ ნაძვის ხეს. აი ეს ჩიჩილაკიც არსებობს ქართულ სინამდვილეში. ძალიან საინტერესო ამ ჩიჩილაკის ტრადიცია, მინდა გითხრათ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში პატივსცემენ ამას ყველაფერს და გეტყვით ამის საფუძველსაც საიდან და როგორ მომდინარეობს, მაგრამ თქვათ ეხლა ასეთი რამ რომ წარმართული არის თუ არა ეს ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანობაში ძალიან ბევრი რამ წარმართობიდან იღებს სათავეს. მათ შორის ისეთი საკითხები, რომლებმაც შეიძლება ჩვენში დიდი გაკვირვება გამოიწვიოს. უბრალოდ წარმართულ რიტუალებს აღასრულებდნენ ადამიანები, იმიტომ რომ არ იცნობდნენ ისინი ქრისტეს, მაგრამ ეს რიტუალები გადაკეთდა მერე რაღაცა იქცა ლამაზ ტრადიციად, რომელ ტრადიციასაც ქრისტიანული ტრადიცია დაერქვა. მაგალითისთვის შემილია დავასახელო სულ ახლახან ჩავლილი დღესასწაული ბარბარობისა, სადაც აუცილებლად ცხება ჩვენთან ლობიანი და რაღაც ტრადიცია ამ ლობიანის ესე იგი გაჭრისა. და რა ფორმისას აცხობდნენ ამას? მზის ფორმას აძლევდნენ ამას, იმიტომ რომ მზის თაყვანისცემის დღესასწაული არსებობდა, რომელზედაც ესე იგი გამოისახებოდა პურს აცხობდნენ, ლობიო საერთოდ არ არსებობდა მაშინ ამ წარმართულ სამყაროში, ჩვენთან ყოველ შემთხვევაში თორე სამყაროში როგორ არსებობდა, ჩვენთან მოგვიანებით არის ეს შემოტანილი, მაგრამ ცხებოდა პური რომელსაც ესეთი სხივები უკეთდებოდა მზის თაყვანისცემის ტრადიცია იყო. მაგრამ ამ დღეს მოხდა ისე რომ ქრისტიანული კალენდარი როდესაც შემოვიდა ჩვენში ქრისტიანულმა კალენდარმა დაადგინა რომ ამ დღეს თურმე წმინდა ბარბარეს მოწამეობრივი აღსასრულის დღეა. ამიტომაც ეს პური უგულებელ ყოფილი კი არ იქნა და ეს პური გადაგდებული კი არ იქნა. ეს პური ისეთივენაირად გამოცხვა, როგორც წარმართების დროს ცხებოდა, ოღონდ წარმართულ დღესასწაულს კი აღარ აღნიშნავ ახლა მე. აღნიშნავ ბარბარეს მოწამეობრივ ესე იგი აღსასრულს, რომლითაც იგივე პური მე სადღესასწაულო ფორმისა გავაკეთე, გამოვაცხვე და ეს სადღესასწაულო პურები დაურიგე ჩემს ახლობლებს თუ მე თვითონ შევჭამე, ემსახურება უკვე ბარბარეს აღსასრულს და არა თქვათ რაღაცა წარმართულ რიტუალს, თუნდაც მზის თაყვანისცემისას. სწორედ ესეთი რამ გახლავთ ჩვენი ეს საახალწლო მზადება ყველა შემთხვევაში მიემართება ქრისტეშობის დღესასწაულს. ამიტომ ქრისტეშობასთან მიმართებაში ამ ახალი წლის აღნიშვნა, იმიტომ რომ ახალი წლის აღნიშვნა როდის ხდება ჩვენთან? ჯერ ქრისტეშობაა და მერე არის ახალი წელი. აი ამაზეც მინდოდა ამ თემას შევხვებოდით, იმიტომ რომ ჯერ ქრისტეშობაა და შემდეგ არის ახალი წელი ვახსენეთ, მაგრამ ჩვენთან პირიქით გამოდის ხოლმე ჯერ ახალი წელი გვაქვს და შემდეგ შობა. რაც ხშირად არის მithkma-მოთქმის საკალი და ამასაც შევეხოთ ცოტა მარტივად და გასაგებად. უნდა შევეხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი ეს ამბავი, რომ ჯერ ქრისტეშობაა და მერე ახალი წელი. შესაბამისად, ჩვენ ვინც ვიმყოფებით იმ კალენდარზე, რომელსაც ქვია იულიუსის კალენდარი, ჩვენ აღნიშნავთ შობას 7 იანვარს და ახალ წელს 14 იანვარს. როგორც ვთქვათ, ვინც გადასულია გრიგორიანულ კალენდარზე და ამის შესახებაც ვთქვათ, რატომ ქვია მას იულიუსის და რატომ გრიგორი მოგვიანებით მოგახსენებ, მათთვის 25 დეკემბერია ესე იგი შობა და 1 იანვარი გახლავთ ახალი წელი. თუმცა კი, აქვე ჯერ სახელები ვთქვათ, რომ იულიუსი გახლავთ წარმართი ესე იგი იმპერატორი, რომელმაც შეადგინა ეს კალენდარი, ქრისტეს შობამდე შედგენილი კალენდარია და გრიგორიუსი გახლავთ რომის პაპი, რომელიც შუა საუკუნეებში მოღვაწეობდა 1582 წელი იყო, როდესაც მისი ეს რეფორმა განხორციელდა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ თარიღი არ მეშლება და გრიგორიუსის საპატივცემულოდ, მის საპატივცემულოდ დაერქვა მას ეს სახელი. იქამდე მთელი მსოფლიო არა, გამონაკლისები არსებობს, ჩინური კალენდარი არსებობს, თქვათ რაღაცა შეიძლება იუდეური კალენდარი, რომლებიც თვითონ თავიანთ ათვლას ესე აწარმოებენ, მაგრამ მსოფლიო კალენდარს თუ კი ვიტყვით, ახლა იგივე იმ ჩინეთისთვისაც, თქვათ 1 იანვარს ბუნებრივია რაღაცა ახალი წელია, თუმცა კი მათ თავიანთი კალენდარიც გააჩნიათ. თუ კი ჩვენ ამას ასე შევხედავთ, იქამდე არ არსებობდა სხვა გარდა იულიუსისა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ამ ერთი კალენდრით იმართებოდა და რა იყო ამ კალენდარში გაცხადებული, საიდან იწყებოდა ათვლა? ქრისტეს შობიდან იწყებოდა ათვლა.
თუმცა კი ქრისტეს შობამდე შედგენილი კალენდარია, მაგრამ ათვლა დაიწყო ქრისტეს შობით, ახალი წელთაღრიცხვის აღრიცხვა საერთოდ დაიწყო, იმიტომ რომ ჩვენ როგორ ვამბობთ, ქრისტეს შობამდე რაღაცა წლები, რომელსაც უკან თვლით ვასახელებთ, ვთქვათ 1900, 800 და ასე შემდგომ და ქრისტეს შობის შემდგომ უკვე ვთქვათ 100, 200 და 300 და რამდენი წელიც არის გასული. და აი ეს კალენდარი იქნა გამოყენებული, რომელმაც მიახლოებითი სიზუსტით იმ შესაბამისობაში, რაც თომილებად შეიძლება კონდეს დედამიწის მოძრაობას მზის ორბიტის ირგვლივ, იმ და მთვარის თქვათ რაღაცა აი ამ მოძრაობებს მიახლოებითი სიზუსტით შეადგინა ესეთი კალენდარი, რომ მინიმალური ყოფილიყო თქვათ ეს. თუმცა კი გრიგორიუსმა მერე დაადგინა, რომ უფრო მეცნიერული სიზუსტით აღმოჩნდა, რომ ამ დღეებს შორის ესეთი სხვაობა. და გამოდის, რომ გრიგორიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა ახალ წელს და იულიუსის კალენდარზე ვარ ჩობაზე და იმიტომ რომ გრიგორიუსის კალენდარზე არის სახელმწიფო. სახელმწიფო მოწყობა არის გრიგორიუსის კალენდარზე. და არ შეიძლება ხშირად არის ხოლმე ამაზე მოთხოვნა, ასე ვთქვათ, საზოგადოების რაღაცა ნაწილი და რომ მოდი აღნიშნოთ შობა ჩვენც ისე, როგორც ეიმობს ამას დასავლეთი და იყოს 25 დეკემბერი შობა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნამდვილად სასურველია, რომ ერთდროულად აღინიშნებოდეს შობა და თუნდაც ამ საკითხში არ იყოს განყოფა. მაგრამ ეს არანაირად საფუძველს არ გვაძლევს ჩვენ იმისა, რომ ვინც თქვა 25 დეკემბერს აღნიშნავს და ჩვენ 7 იანვარს აღნიშნავს, რაიმეთი განსხვავდებით ერთმანეთისგან და არც არანაირად შეიძლება შეხვდეთ სოციალურ ქსელში თუ რაღაცა გამოსვლაში ადამიანები გმობენ, ვინც 25-ში აღნიშნავს, ესე იგი ლამის წვალებლად გამოაცხადონ და პირიქით ვინც 7-ში აღნიშნავს, ჩამორჩენილები და ბნელები უწოდონ და ერთი რამ ავიწყდებათ რა, რომ ქრისტეს შობის ქრისტეს განკაცების მთავარი მიზანი არის, რომ სიყვარული დაიბადოს კაცობრიობაში, რომ სიყვარული გაჩნდეს, როგორც ღმერთმა შეიყვარა ადამიანი, ადამიანმაც სწორედ ესე შეიყვაროს ადამიანი და თუ შენთვის ქრისტეს შობა არ არის ამ მიზანდასახულობის, რომ ასე შეიყვარო შენც ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს რომელ რიცხვში იქნება შობის აღნიშვნა, 25-ში, 7-ში თუ 17-ში საერთოდ? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ნუ ღარ დაობს საერთოდ ადამიანი, ნუ ღარ კამათობს საერთოდ ადამიანი ამ თემაზე, იმიტომ რომ თუ ეს სიყვარული დაიბადა, ვინც როდის უნდა მაშინ აღნიშნოს, იმიტომ რომ მე გეტყვით მე-4 საუკუნემდე საერთოდ არ იყო ამ დღესასწაულის ესეთი აღნიშვნა. გვაქვს რაღაცა ცალკეული მონაცემი, მაგრამ პირველად ხედავთ, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველმა აღნიშნა შობის დღესასწაული. ნახეთ, რომ იოანე ოქროპირმა მიუძღვნა ქადაგება ქრისტეს შობის დღესასწაულს და ამბობს, რომ მე-10 წელიწადია ჩვენ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს და მე-4 საუკუნის ბოლოა ფაქტიურად ეს. იქამდე ქრისტეს შობის დღესასწაული და ნათლისღების დღესასწაული ერთ დღეს აღიქმებოდა, რაღაცა რომ ერთდროულად უნდა აღნიშნულიყო. თუ ვინმე ამას აღნიშნავდა და ამის შემდგომ კარგა ხანს გრძელდება ასეთი რამ. მერე გააყვეს რომ არ შეიძლებოდა ორი ესეთი დიდი დღესასწაული ერთად ყოფილიყო და უძველეს ეკლესიებში, მათ შორის სომხურ ეკლესიაში დღევანდელი დღის ჩათვლით ასე აღინიშნება. ერთ დღეს არის შობისა და ნათლისღების დღესასწაული დაწესებული. ამიტომაც დავა და კამათი ამ თემაზე არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ წესს, რომელ წესაც ეკლესია გვიდგენს, იმიტომ რომ გადავალთ გრიგორიანულ კალენდარზე თუ დავრჩებით იულიუსის კალენდარზე, აქ ყველაზე მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიყვარულის გამოხდება ეს ყველაფერი და არა დღესასწაულისთვის. არამედ იმ სიყვარულისთვის გაიგონებთ მოწოდებას ქრისტე უნდა იშვას ჩვენში და რას გულისხმობს ეს შობა? ეს ავიწყდებათ, რომ კალენდარს გულისხმობს, კალენდრისთვის დავა და ერთმანეთის ლანძღვაგინება შეიძლება იყოს გამართლებული რაიმეთი, როგორ თუ ეს სიყვარული არ დაბადა ქრისტემ ჩემში, რომ მე მიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის. მიყვარს ადამიანი ისეთი, რომელ დღესაც აღნიშნავს ის ქრისტეს შობას, თუ საერთოდ არ აღნიშნავს. არ აქვს მნიშვნელობა. ხო შეიძლება ასეთი ადამიანიც იყოს, რომ არ სჯეროდეს და არ სწამდეს. იყოს კი არა, არიან რამდენიც გენებოთ. აი თუ ამ სიყვარული არ გამიჩნდა მე ამ ადამიანების მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ რომელ რიცხვში აღინიშნება. ამიტომაც რომ დაუბრუნდეთ კვლავ ამ თემას, ნუ იდავებენ ადამიანები ამაზე და ნუ ეგონებათ, რომ ეს არის რაღაცა გადამრჩენელი საკითხი და ვერ გადავრჩებით. ჩვენ ახლა თუ 25-ში არ გადავედით, ან ისინი თუ 7-ში არ გადმოვიდნენ, ეს ამ საკითხს ასე არ უნდა შეხედოს, უნდა მოთმინებით შევხვდეთ ამ საკითხს და ვილოცოთ იმაზე, რომ მოხდეს იქნებ ისე, რომ ერთ დღეს აღნიშნავდეთ ყველა მართლმადიდებელი ამას, ეს ნამდვილად სასურველია, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, კალენდარი წმინდა მეცნიერული საკითხია და ქრისტეს შობის აღნიშვნა
არის ეკლესიის გადასაწყვეტი და ეკლესიის ერთობა როგორც იტყვის ამას, იტყვის ჩემი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რომ 7-ში უნდა აღვნიშნოთ. მე 7-ში აღვნიშნავ. თუ იტყვიან რომ 25-ში ასეთი დღეებიც ჰქონდა საქართველოს 20-იან წლებში 2 წლის განმავლობაში ახალ სტილზე იყო გადასული, მაგრამ მოხდა მე რაღაცა გაუგებრობა და კვლავ დაუბრუნდნენ აი ამ ძველ იულიუსის კალენდარს. ასე რომ არ ინგრევა ამით ქვეყანა, არ იქცევა ქვეყანა, ქვეყანა იმით უფრო იქცევა, რომ ადამიანის გალანძღვა შეუძლია ამ ყველაფრის გამო. ასე რომ ეს კალენდარზე გადავუხვიეთ, ჩვენ ტრადიციებზე ვლაპარაკობდით და რომელ ტრადიციებზე, რომ ყველაფერი ეს მიემართება, რა თქმა უნდა, ქრისტეს შობას. და აქედან გამომდინარე. აი თითქოს ნაზვის ხეზე ვარსკვლავის დამაგრება, აი ეს ყველაფერი შობის ვარსკვლავთან არის დაკავშირებული ეს ტრადიციები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს თავიდან როგორც ბარბარობის შესახებ ლაპარაკობდით, იყოს შეიძლება სუფთა წმინდად რაღაცა წარმართული, თქვათ, აღნიშვნა ახალი წლისა, რომ ვიღაცას ნაძვის ხე უნდა დაედგა, მაგრამ ამან შეიძინა, რა თქმა უნდა, ქრისტიანული საფუძველი, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, რომ იმ ვარსკვლავის დამაგრება ყველაზე მაღალ წერტილზე ამაგრებენ ამ ვარსკვლავს, გახლავთ იმ ვარსკვლავის გამოჩენა რომელიც მოგვებს გამოუჩნდა რომ უკარნახა მოგვებს გზა სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე და ამ ნაძვის ქვეშ მე რაღაცა თითქოს ესე მოწყობა თითქოს პატარა ბაგისა გახლავთ სწორედ ქრისტეს დაბადების ადგილის განსახიერება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქრისტიანულ ტრადიციად იქცა და თუ შენ ამას ამ კუთხით უყურებ და ამ კუთხით აკეთებ ყოველივეს, რა თქმა უნდა ეს დანაშაული არ არის, მაგრამ თუ რჩები იმ წარმართობაში, რომ ნაძვის ხე არის მომტანი, ან რამე სიკეთისა, ან ნაძვის ხის დადგმით, ესე იგი აუცილებელია ხოლმე თითქოს ახალი ცოცხი და ცოცხია ესეთი და მეკლეს ისე არჩევენ და მეკლე რომ შემოვა რაღაცა ფული უნდა შემოყაროს. აი ესეც საინტერესო არის რა. მე წინააღმდეგი არ ვარ ტრადიციების და შეიძლება მე თვითონაც გამიკეთებია, უბრალოდ აი საინტერესოა რამდენად ეკლესია აი ამ ყველაფერს იზია. ხო და სწორედ ამას ვამბობ რომ რაც იქცა ქრისტიანულ ტრადიციად, ესე იგი ყველაფერი მისაღებია და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რაც არ გამოსულა იმ წარმართობიდან ჩვენი შეგნებაში, კვლავ წარმართულ ტრადიციაში ვრჩებით, ესე იგი რომ ნაძვი მგონია მე სიკეთის მომტანი და არა ის რომ ამან უნდა განასახიეროს ჩემში ქრისტე როგორ დაიბადა, რაღაცა ისტორიული მოვლენა თვალწინ უნდა დააყენოს და რატომ კონკრეტულად ნაძვი თან მიუხედავად იმისა რომ ზამთარია და არსად ესე იგი ფოთოლი აღარ შერჩა ხეს ეს ყოველთვის მწვანე რჩება. ყოველთვის სიცოცხლის მანიშნებელია, რომ სიცოცხლე სამარადჟამო სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რომელიც ქრისტემ შეიძლება მოგანიჭოს და განგაცდევინოს და ნაძვი სწორედ ამის სიმბოლოა, იმიტომ რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც ის ინარჩუნებს აი ამ სიმწვანეს და ეს სიმწვანე მე სიცოცხლის სიმბოლოდ მევლინება, თუ ამ კუთხით ვუყურებ რა თქმა უნდა, ბუნებრივად მე ესე იგი კვლავ ქრისტეს შობას ვემსახურები და ქრისტეს შობას ემსახურებოდა თითოეული ჩემი ეს მოქმედება, მაგრამ თუ კი გადავუხვევ მე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ან ნაძვის ხე ვიმაჩნია რომელიც აურას განწმენ ჩემს სახლში და ან თქვათ იგივე მეკლეს ვეძახი იმიტომ რომ ახლა იმის ფეხზეა თურმე დამოკიდებული მთელი წელიწადი როგორ გავატარებ ან ბედობას როგორც ვიცხოვრებ ისე იქნება მთელი ჩემი წელიწადი ნუ რა თქმა უნდა ესე იგი წარმართული აზროვნებიდან არ არის გამოსული ჩემი გონება და შეიძლება ამან ბევრი დაბრკოლება შემამთხვიოს იმიტომ რომ გამიცრუვდეს იმედი როგორც თქვათ ბედობა დღეს ეძახიან 2 იანვარს და 2 იანვარი როგორც გავატარე 3 თუ ისე ვერ გავატარე იმედ გაცრუებული შეიძლება აღმოჩნდე მთელი წლის განმავლობაში. ხო და აი რაღაცნაირად ეხა გისმენთ და ჩემი თავი ხშირად დამიჭერე რომ მაინც ექცევი რა ამ ყველაფრის ზეგავლენის ქვეშ. აი მომისმენია რომ ახალ წელს აუცილებლად ეს უნდა გეცვას ამფერი, იმიტომ რომ ეს აურა და ცხენსის უყვარს და იმის წელი მოდის და აი როგორ გავინთავისუფლოთ ამ აზრების ტყვეობისგან საკუთარი თავი. ესე იგი სათანადოდ არ მჯერა შობის დღესასწაული თუ აი ისინი იმათ გავლენის ქვეშ ვექცევი ასტროლოგები რო გამოდიან თუ ფსიქოლოგები და რაღაცებს გვირჩევენ აი სად არის ოქროს შუალედი ყველა მორწმუნე ადამიანმა იცის ლოცვა მამაო ჩვენო ხო მართალია მამაო ჩვენოს გადავშლით და ვკითხულობთ ყოველდღიურად ოღონდ ის ჰარმონიულობა აკლია ლოცვის იმ ტექსტს სადაც წერია რომ იყავ ნებაშენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ესე იგი ცათაშინას ვამბობთ ძალიან ხმამაღლა და თავისუფლად, ოღონდ ეგრეცა ქვეყანასა ზედა შეიძლება ამბობ ხმამაღლა, მაგრამ შინაგანად არ განიცდი ამას. და რას ნიშნავს ეს ყოველივე? იცით რატომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი, რომ ცათაშინა ისედაც იქნება მისინება, შენ რომ არ თქვა, ისედაც მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ქვეყანასა ზედა როდესაც ამბობ, ესე იგი შენ აბსოლუტურად უნდა მიანდო საკუთარი თავი ღმერთს და არა ვარსკვლავს, არა ვიღაცის ფეხს და არა ბედობას.
აი ამისგან რომ განთავისუფლდე ადამიანმა, ქრისტეს ნდობა უნდა შეიძინო. ქრისტეს ნდობა რომ შეიძინო, ამისთვის შენ რაღაცა უკვე დაწერილი პროექტი შენი ცხოვრებისა კი არ უნდა წარადგინო მასთან, რომელზედაც იმან ბეჭედი უნდა დაგისვას. არამედ რა ცხოვრებასაც ის გთავაზობს, სწორედ ამ ცხოვრებას უნდა მიყვე ისე, როგორ შემოთავაზებასაც ისაკეთებს. იმიტომ რომ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს დავესესხები, შენი უკეთესი მსახური ის კი არ არისო, ვინც შენგან სასურველ პასუხს მოელისო, არამედ შენი უკეთესი მსახური ის არის, ვისთვისაც სასურველია ის, რასაც შენ უპასუხებ. ანუ ღმერთი როგორც გიპასუხებს, ეს არის სასურველი შენთვის და არა ის, რომ გაწერილი გაქვს ახლა მთელი ცხოვრება, მთელი წელიწადი გავწერე, როგორ და რას ვაპირებ და ეხლა ველოდები, ესე იგი ბეჭედ დასმულ რაღაცა სერტიფიკატს, რომ ღმერთმა დამიდასტურა. კი ბატონო, კარგი პროექტია და შენ ასე გააგრძელე ცხოვრება. ეს ასე არ უნდა იყოს. ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა ნიშნავს იმას, რომ მე ისე გენდობი, რომ შენ უნდა წარმართო ჩემი ცხოვრება. და ეს ნდობა ქრისტეს შობის დროს ყველაზე მეტად ერთი ჩემი მეგობარმა დაწერა ამის შესახებ ძალიან კარგი ცეთი ნარკვევია საშობაო, რომ გალობა სადაც ისმის, რომ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, საშობაო გალობა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, ეს ჰარმონია ზეცაში ესე გადასარევად ისმის, დიდება მაღალთა შინა, იმიტომ რომ სადიდებელი იქ არასდროს არ წყდება, მაგრამ ქვეყანასა ზედა მშვიდობაში სწორედ ეს უნდობლობა არისო. სწორედ ეს უნდობლობა, იმიტომ რომ ქრისტე დაიბადა ბაგაში და როგორ უნდა ენდო ახლა შენ ეს როგორ ღმერთი როგორ შეიძლება წარმოედგინო რომ ასე ბაგაში დაიბადა? მე ხედავთ მის ცხოვრებას რომ მისდება როგორც ჩვეულებრივი ბავშვი რომელიც თავის მშობლების მორჩილებაშია. მე ხედავთ რომ მას შეიპყრობენ, ჯვარზე გააკრავენ, მიალურსმავენ და ამ დროს შენ ნდობა უნდა გამოუცხადო მას მთელი ცხოვრება ესე უნდა მიანდო, რომ შენი ნება იყოს ჩემი ცხოვრება. აი ეს ნდობის საკითხი ყოველთვის უჭირს ადამიანს, მაგრამ თუ კი გადალახავს ამას, გათავისუფლდება აუცილებლად ყველანაირი სრულ რწმენისგან, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვლაპარაკობდით, რომ ამ გავლენის ქვეშ ვექცევით. იქ გამოვა მავანი და იტყვის, რომ რაღაცა ეს თანავარსკვლავედი იმის ოჯახში შევიდა და იმის ეტლი რაღაცა იქედან გამოვიდა და ამიტომ პოზიტიური დღე გექნებათ, ან ნეგატიური დღე გექნებათ და მთელი დღე ველოდები, როდის დამთავრდება ნეგატივი, რომ პოზიტივი დაიწყოს ამის შემდგომ, ან პირიქით, რომ ეხლა არაფერი არ უნდა ვაკეთო, იმიტომ რომ ასე მიწინასწარმეტყველმა ვარსკვლავმა და სად არის ამ დროს ის ადგილი, სადაც მე ვთქვი, რომ მიყავ ნება შენი. ამიტომაც ეს ყველაფერი ჰარმონიაში მაშინ მოდის, როდესაც მე ნდობა გამიჩნდება აი ბაგაში დაბადებულის მიმართ. ნდობა გამიჩნდება ისევე როგორც ავაზაკმა, რითი დაიმსახურა, რომელი ღვაწლით დაიმსახურა, რომ ყველა მართალი ადამიანი ჯოჯოხეთში ელოდება იოანე ნათლისმცემლის დაწყებული თუ დამთავრებული რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს და ამან ჯვრიდან პირდაპირ სამოთხეში შესვლა მოიპოვა. ჯოჯოხეთი რომ არ უნახავს, ისე მოიპოვა ჯვრიდან პირდაპირ სამოთხეში შესვლა. რომელი დამსახურებისთვის, რა სიკეთისთვის, რა მოღვაწეობისთვის, რომელი მარხვისთვის და რომელი ლოცვისთვის. არაფერი მან დაინახა და გარეგნული თვალისთვის რაც ყველაზე მეტად შეუმჩნეველი იყო ამ დროს, ღირსება წართმეული ადამიანი, იმიტომ რომ თუ რამე შეურაცხყოფა შეიძლებოდა ყველანაირი შეურაცხყოფა მასზე იყო მიყენებული და ჯვარზე მილურსმუნში დაინახა ღვთაებრივი კაცი, რომლის ნდობაც შეიძლება, რომელსაც შეგიძლია უთხრა, რომ იყავ ნება შენი და მომიხსენე სასუფეველსა შენსა და ამიტომ ჯვრიდან იქნა პირდაპირ გადხორცნილი შეიძლება ითქვას სამოთხეში მისი სული ყოველგვარი ჯოჯოხეთის გარეშე. ამიტომ ეს ნდობა არის მთავარი. ამიტომაც ჩვენს მაყურებელს, ვინც ჩვენ ყურადღებით გვისმენს და თვალყურს გვადევნებს, ყველაფერი ეს რაც ჩამოვთვალეთ, ეს ტრადიციები, რომლებიც შეიძლება იყოს თქვათ იქ ლობიანს გამოაცხობს, ნაძვის ხეს დადგავს თუ სტუმარს ისტუმრებს, რომ ან გაისტუმრებს, ყველაფერ ამაში ეს მსახურება უნდა კონდეს ჩადებული მას, რომ ის ხედავდეს ქრისტეს როგორც მის წინამძღვარს, რომელსაც მიანდო მან მისი ცხოვრება და იქ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე რომ ნაძვის ხე როგორ შესამკობელით შემოვრთე ან ვისი ფეხი შემოიდგა პირველად ამ ჩემს ოჯახში რომ მეკვლეობიდან გამომდინარე მთელი წელიწადი როგორ მექნება, იმიტომ რომ ვიცი სიტყვა მაქვს ნათქვამი ასეთი, რომელსაც ვიმეორებ ყოველდღე რომ იყავ ნება შენი
ქვეყანასა ზედა. ანუ ჩემშიც რომ იყოს ეს ნდობა, რომელი ნდობითაც მე შენ გენდობი და უნდა წარმართავდე ჩემს ცხოვრებას. შვედში აღნიშნავთ შობას. 6-ში არის ხოლმე ღამისთევა ტაძრებში. რამდენად აუცილებელია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, რომ ამ დღეს შეხვდეს ეკლესიაში? თუ ადამიანს რაიმე ფიზიკურად არ უშლის ხელს გულისხმობ ჯანმრთელობას ან რაღაცა შეიძლება პრობლემა ქონდეს სოციალური, მატერიალური, რა ვიცი რომ უამრავი შეიძლება არსებობდეს რაღაცა, ნამდვილად სასურველია, იმიტომ რომ ჩვენი დადასტურება იმ მადლიერებისა ხდება სწორედ ევქარისტიის დროს. ეს გახლავთ ყველაზე დიდი შესაძლებლობა გამოხატოს ადამიანმა თავისი მადლიერება ქრისტესთან შეერთების ყველაზე ესეთი ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად განცდის ადგილი გახლავთ სწორედ ეკლესია და ევქარისტია და ეს ევქარისტია სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქრისტესშობას დღესასწაულთან დაკავშირებით, როდესაც ღამდება 6 ღამე და 7 იწყებს გათენებას. თუმცა კი ვისაც თქვათ ფიზიკური უძლურების გამო ღამისთევა არ შეუძლია, წინა დღე 6-იც ფაქტიურად ქრისტესშობის წინა დღესასწაულია. იგივე ქრისტესშობის დღესასწაულია, სადაც ყოველთვის ბასილი დიდის წირვით აღინიშნება ეს წირვა, საკმაოდ ვრცელი მსახურებაა და მათ შეუძლიათ ამ წირვაზე მოვიდნენ, ვისაც ღამე უჭერს მსახურებაზე დგომა. ან ბავშვები ყავს, ან ერთოვებს და მცირეწლოვნები ყავს, დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ 6-ში მოხდეს და 6-ში დადგეს ამ მსახურებაზე, ისევე როგორც აღდგომასაც ჩვენ გვაქვს დიდი შაბათი, რომელიცაც იწყება ფაქტიურად აღდგომის მსახურება, ესევე იწყება ქრისტესშობის მსახურება 6-ში მწუხრზე, რომელსაც წირვა მოებმება, ეს გახლავთ 6 დილის მსახურება, მწუხრში გადასული უკვე და მერე უკვე ღამისთევის მსახურება და შესაბამისად სასურველი რომ ადამიანები ეზიარებოდნენ ამ დღეს და ამით გამოხატავდნენ მადლიერებას ქრისტეს განკაცების გამო. და მამა კახაბა, რა, ბოლოსკენ მინდა ესეთი რაღაც გკითხოთ. აი, თქვენ ახსენეთ, რომ ისეთი ადამიანებიც მრავლად არისო, ვისაც არ სჯერა შობისო. მაშინ აი რას აღნიშნავენ ეს ადამიანები 31 დეკემბერს? არა მარტო ესე იგი ის ადამიანები, ვისაც არ სჯერათ ქრისტეს შობის აღნიშნავენ რაღაცა დღესასწაულებს. არამედ ხშირად ადამიანი საკუთარ თავს მორწმუნეს უწოდებს და ქრისტეს შობის დღესასწაულს ცდილობს რომ აღნიშნოს, ოღონდ არასწორი დამოკიდებულება აქვს მასთან. ერთი კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ, რაც იყო ეს არასწორი დამოკიდებულება, რომ სხვის განკითხვაში შეიძლება იყოს გადაზრდილი და სხვის განკიქებაში, რომ ვიღაცა ცუდად აღნიშნავს და შენ ამ დროს როგორ აღნიშნავ, ესე იგი ამის შესახებ არ ლაპარაკობ და მეორე მხარეა გახლავთ კიდევ რომ სიხარულს განიცდის ყველა, იმიტომ რომ საღვთო მადლი ყველაზე გარდამოდის. არ არსებობს ადამიანი, რომელზედაც არ გადმოდიოდეს საღვთო მადლი. უბრალოდ ეს სიხარული არ უნდა იყოს შენთვის ესეთი განქარვებადი, რომელიც სიხარულიც განქარდება იცით რიცით, გაუთავებელი кейფი თუ გექნება, მოგბეზდება ადამიანს ეს кейფი და აი ეს სიხარული ისე გაქრება, რომ არაფერი არ დარჩება შენში. რაღაცა სიცარიელე დაიკავებს იმ ადგილს, რომელი ადგილიც უნდა დაეკავებინა შენში ქრისტეს. მის განკაცებას, მის განხორციელებას, რომელითაც უნდა წარმართულიყო შენი ცხოვრება და სიყვარულით უნდა ავსებულიყავი ადამიანი და ეს სიხარული ემსგავსება იცით რას, რომ ახალ ნივთს რომ გაჩუქებე რაღაცას და ძალიან გიხარია, მაგრამ მოძველდა ეს ნივთი და სიხარულიც გაქრა მასთან ერთად, დაახლოებით ამის მსგავსი ხდება მათ შორის მორწმუნე ადამიანშიც კი მსგავსად აღნიშნული დღესასწაული. ამიტომაც რომ არ გაქრეს შენში ეს სიხარული და აბსოლუტური რაღაცა გააზრება მოხდეს იმისა, რომ ქრისტეს შობა რა საჭიროება იყო, უნდა დაფიქრდე ამაზე. თუნდაც საღვთისმეტყველო კურთხით შეიძლება იკითხო, რომ არ ვარ ღვთისმეტყველი და რაში მევალება, მაგრამ გევალება სწორედ ფიქრი იმაზე, რომ რატომ დასჭირდა ქრისტეს განკაცება. რა იყო მიზანი? რა იყო ეს მიზანდასახულობა ამ განკაცებისა? პირველ რიგში ეს იყო სიყვარული. მას ისე უყვარს ადამიანი, რომ ვერ დატოვებდა ამ დაცემულობაში, მის გამოსახსნელად. ამიტომ რა მჭირდება მადლიერება. ამ მადლიერებას თან ახლავს გამუდმებულად სიხარული, იმიტომ რომ მადლიერი ვისიც ვარ, სიხარულიც მაქვს მე მასთან შეხვედრისა, მასთან ურთიერთობისა, მასთან ნებისმიერი კონტაქტისა. თუ არა მაქვს მადლიერება, ეს სიხარულიც ქრება. შესაბამისად, მადლიერებით უნდა ვადიდებდეთ ამ დღესასწაულს, მადლიერებით უნდა ვუყურებდეთ ქრისტესშობის დღესასწაულს და ის შემდგომი ნაბიჯი ამ მადლიერებასაც უნდა მოყვებოდეს, რომ მივემსგავსოთ ქრისტეს, რომ მან ისე შეიყვარა ადამიანი და შეიყვარა ვინ, როგორი ადამიანი,
წმინდა და მართალი? შეიყვარა დაცემულობაში მყოფი ადამიანი და ამიტომ ის კი არ გაურჩევია, რომ შენ მართალი ხარ და შენ დაცემული, ამიტომ შენთვის ჯვარს ვეცმები და შენთვის არა. ყველასთვის ჯვარცმულია. უკიდურესად ცოდვილისთვის, მიუხედავად კანის ფერისა, მიუხედავად სქესისა, მიუხედავად ეროვნულობისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური მრწამსისა. ყველასთვის ჯვარცმულია და კეთილი ინებე, შეიყვარე ყველა შენც ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა კაცობრიობა და უყვარს კაცობრიობა. დიდი მადლობა მამა კახაბერ, მოდით მივულოცოთ ჩვენს მაყურებელს ახალი წელი და ვისურვოთ ყველამ ერთად და პირველ რიგში ამ სტუდიიდან ჩვენ რომ მართლა შევიყვაროთ ერთმანეთი, გულწრფელად შევიყვაროთ ისე ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში ისე თუ ვერ შევიყვარებთ როგორც ქრისტეს უყვარვართ ჩვენ. ყოველ შემთხვევაში მივეახლოთ ამ სიყვარულს და ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა მაინც გამოვიჩინოთ თუ ისეთ სიყვარულს ვერ გამოვიჩენთ. არსებობს ასეთი ფორმულირება, მამები ამბობენ, რომ ყველას რომ უყვარდეს შეუძლებელია, მაგრამ ყველა რომ გიყვარდეს შესაძლებელია და რადგან შესაძლებელია, უნდა ვიმუშაოთ ამაზე. დიდი მადლობა. მადლობა ღმერთს. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ ახალ წელს, მოგილოცავთ ჩობასაც დიდი სიყვარულით. მალე შევხვდებით ნახვამდის.